Brüsselში ევროპული საბჭოს სხდომა იმართება. ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფოს ლიდერი იქ უკრაინისა და სირიის საკითხების განსახილველად არის შეკრებილი. დახურული შეხვედრის დღის წესრიგში ასევე შეტანილია საქართველოს. წინსწრები განცხადებებიდან იკვეთება, რომ ამ ეტაპზე ქართული ოცნების ლიდერებისთვის პერსონალური სანქციებზე შეთანხმება უნგრეთის და სლოვაკეთის პოზიციის გამო ვერ ხერხდება, თუმცა ამით საკითხი ამოწურული არ არის და მუშაობა სანქციებზე კვლავაც გრძელდება. თათია წოწონობა მოგუყვება უფრო ცლად დღევანდელი სხდომის შესახებ. თათია, რა ხდება ბრიუსელში და რა გავიგეთ ლიდერების განცხადებებიდან ამ დრომდე? დიახ, საათნახევარია დაახლოებით 27 სახელმწიფოს ლიდერი არის დახურულ კარს მიღმა შეკრებილი და როგორც თქვენ აღნიშნეთ, მთავარი განსახილველი საკითხი ამ შეკრებაზე არის ნამდვილად უკრაინა და სირიაში მიმდინარე პროცესები, თუმცა ამ შეკრებაზე ასევე განიხილავენ საქართველოს საკითხსაც და განსაკუთრებით საინტერესოა ახლა რაზე იმსჯელებენ დახურულ კარს მიღმა ევროპელი ლიდერები. ცნობილია ის, რომ უკვე მიღებული არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებში და დიპლომატიურ პასპორტებზე საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო რეჟიმი ჩერდება და სავიზო რეჟიმზე გადადის, ასე ვთქვათ, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის ეს პროცესი და დამატებით პერსონალური სანქციებიც არის დღის წესრიგში ევროკავშირის, თუმცა ამ ინიციატივას ბლოკავს ორი ქვეყანა, უნგრეთი და სლოვაკეთი, ფიცო-სლოვაკეთი, რომლებსაც აქვთ განსხვავებული პოზიცია და ვეტოს ადებენ სწორედ ამ ინიციატივას. უნგრეთი კარგად არის მაყურებლისთვის ცნობილი, რომ არის ქართული ოცნების მეგობარი ვიქტორ ორბანი. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო ის, რომ ვიქტორ ორბანი ამ ინიციატივას დაადებდა ვეტოს, თუმცა საინტერესოა ის, რომ 25 ქვეყანა არის ერთი და იმავე პოზიციაზე და ამ დღეებში რა განცხადებებიც ვრცელდებოდა, ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ 25 ქვეყნის მხრიდან შეფერხება ნამდვილად არ აქვს ამ ინიციატივას, რომელიც ეკუთვნის კაია კალას. სწორედ კაია კალასი იყო ის, ვინც დღეს გააკეთა განცხადება და თქვა, რომ დამატებით ზომებზე იმსჯელებენ დღეს რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირს საქართველოსთვის და ყველა ვინც დღეს განცხადებას აკეთებდა მიუთითებდა იმაზე, რომ ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე არის სრულიად მიუღებელი კანდიდატი ქვეყნისთვის და ამისთვის არის ხისტი პასუხი საჭირო. მათ შორის ესტონეთის პრემიერის განცხადება იყო ძალიან საინტერესო, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს საკითხი დღეს სავარაუდოდ ნამდვილად იქნება განხილული ამ სხდომაზე და აქვე თქვა ესტონეთის პრემიერმა, რომ როგორც უკვე ცნობილია მაყურებლისთვისაც ესტონეთს ყავს სანქცირებული საქართველოს რიგი მოქალაქეები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნების ლიდერები, ასევე მოსამართლეები, ვინც მშვიდობიან დემონსტრანტებისთვის განუწყუნებელი განაჩენი გამოაქვთ, ასევე რეჟიმის პროპაგანდისტები, ისინი ესტონეთის ტერიტორიაზე ვეღარ შევლენ და ესტონეთს აქვს მოლოდინი, რომ ამავე პოზიციას გაიზიარებენ სხვა ქვეყნები და ეროვნულ დონეზე სანქციებს დაუწესებენ კონკრეტულ პირებს. On Georgia, of course, we can discuss and we will discuss what more can we do. საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა არ გამოიყენოს ძალადობა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. არ ჩაახშოს ოპოზიცია და გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან. ორშაბათს განვიხილეთ, თუმცა ვერ მივაღწიეთ შეთანხმება სანქციების ნაწილზე. გვჭირდება შემდგომი მუშაობა. Well, you can expect strong wording from the European Parliament. თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ ძლიერ სიგნალს პარლამენტისგან. თქვენ იხილეთ რეზოლუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელიც ეხება ჩვენს შეშფოთებას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი მოწოდებაა ქართველებისადმი, რომ არ გადაუხვიონ ევროპული გზიდან. მე უკვე წლებია, რაც ევროპულ საბჭოებზე დავდივარ და ამ საბჭოებზე ერთი რამ დომინირებს. ჩვენ მივეცეთ პირობა იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპას უყურებენ როგორც მათ სახლს, რომ კარს არ ვივუხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც ისევ ქუჩაშია ევროკავშირის დროშებით და ჩვენ მათ არ მივატოვებთ. ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი და ასე იქნება 2025 წელსაც. I'm really from the bottom of the heart the friend of Georgia. ეს ბევრჯერ მithქვამს და მე მთელი გულით საქართველოს მეგობარი ვარ, თუმცა რასაც ახლა ვხედავ, ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ არჩევნების შედეგები. სავარაუდოდ ჩვენ ვიპოვით ადამიანებს, რომლებიც იტყვიან, რომ ეს იყო ყალბი არჩევნები და რომ ისინი არ აღიარებენ შედეგებს და იქნება სხვა ნაწილიც, რომელიც საპირისპიროს იტყვის. თუმცა ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუებას იწვევს მთავრობის განცხადება, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის 80% მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ ოცნებას, ასე რომ ქართულმა ოცნებამ არ უნდა წაართვას ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ალბათ საქართველოა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ჩვენ ველით, რომ
ამ საკითხზე ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება. We are quite worried about the evolution in Georgia. ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ საქართველოში მოვლენების განვითარებით. ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც გვინდა რომ იყოს ევროპაში და ახლოს ევროკავშირთან. ამიტომ ვისაც სურს პროევროპული გზა საქართველოსთვის, მოვუწოდებთ რომ დაცული იყოს ფუნდამენტური თავისუფლება, რომელიც ჩვენი აზრით ევროპულ კონტინენტზე ყველგან უნდა გამოიყენებოდეს. ყურადღებით ვაკვირდებით და მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს პატივისცენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. What is important is that we should continue to support Georgia. მნიშვნელოვანია რომ გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოში პროევროპელების მხარდაჭერა. არ შევქმნათ სურათი რომ ჩვენ ზურგს ვაქცევთ საქართველოს. ჩვენ ხედავთ რა ხდება პოლიტიკურად, თუმცა ასევე ვხედავთ გავლენებს, რომლებიც მოქმედებს საქართველოში. მნიშვნელოვანია რომ გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა და შევინარჩუნოთ ურთიერთობა. უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა პროევროპელ ძალებთან საქართველოში. მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ რომ ჩვენ არ ვაქცევთ ზურგს მათ და კვლავ მათ მხარეს ვართ. ჩვენ ასევე ვაღიარებთ რომ ის რაც დღეს ხდება იმიტომ რომ იქ არის ბევრი უცხოური გავლენა. დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში ანტონიო კოშტა პირველად უძღვება ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შეკრებას, ლიდერების შეკრებას და სიმბოლურია ის, რომ ამ სხდომაზე დღეს მიწვეული არის ვოლოდიმერ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი. მას დახვდა ანტონიო კოშტა შენობის შესასვლელთან და მათ გამართეს ერთობლივი პრესკონფერენციაც და ანტონიო კოშტამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას ევროკავშირის მხარდაჭერა და თქვა, რომ უკრაინის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება.